ქეთა ციცქიშვილმა საპატიმრო დატოვა. ჟურნალისტი 20 ოქტომბერს გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს და სამართალ დამრღვევად ცნეს. სასამართლომ მას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. იზოლატორს დღეს იგივე ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი ჟურნალისტი ვახო სანაიაც დატოვებს. რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოდან ახალგაზრდული დელეგაცია ინგუშეთში ჩავიდა. ორგანიზატორი რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოა. ფორუმის მიზნად კი ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარება სახელდება. სუსი აცხადებს, რომ 2 კილოგრამი ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავეს. მათივე ინფორმაციით დაკავებულები $400,000 თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას, შემდეგ კი რუსეთის გავლით ჩინეთში გადატანას გეგმავდნენ. რუსეთის ავიაიერიშების შედეგად გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს კიევში ვერტმფრენებით აქრობენ. უკრაინის დედაქალაქში ძლიერი დაკვამლიანებაა. ღამის თავდასხმების შემდეგ 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. რუსებმა უკრაინა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს. ამერიკული სანქციების შემდეგ ლუკოილისა და როსნეფტის საბაზრო ღირებულება $5.2 მილიარდი დაეცა. მოსკოუ თაიმსის მონაცემებით ლუკოილის მფლობელმა რუსმა ვაგიტ ალეკპეროვმა 2 დღეში $1 მილიარდ მეტი დაკარგა.